უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპის ყველაზე ძლიერი არმია, რომელთანაც აშშ-ს კონტინენტზე პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ღირს. სრულიად მოულოდნელად მოიქცა დღეს აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა რა თქმა უნდა ფრონტზე დანაკარგებს განიცდის და მხოლოდ დასავლური იარაღის მიწოდების წყალობით უძლებს. მაგრამ ამავე დროს ტრამპმა მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოხერხებული უწო და დაამატა, რომ მას ზოგადად სცემს პატივს და კარგად ეწყობა, მიუხედავად იმისა, რომ ოვალურ კაბინეტში დაძაბული შეხვედრა ჰქონდათ. ამავე დროს ინტერნეტში გავრცელდა განცხადებები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ღირს თანამშრომლობენ. თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც ამ გამოშვებაში აგიხსნით. ამასთანავე უკრაინამ და რუსეთმა გამოაცხადეს ზავი. თუმცა თითოეულმა ქვეყანამ ამისთვის სხვადასხვა პერიოდი დაასახელა. რუსები 8-9 მაისს სურთ, ხოლო უკრაინა ამბობს, რომ ზავი იწყება 00 საათზე მაისში. და აქ ზელენსკიმ გააკეთა ყველაზე მოხერხებული სვლა, რომელმაც ვლადიმირ პუტინი ჩიხში მოაქცია. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტის YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის და ამისთვის მადლობას გეტყვით. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით დავიწყოთ დონალდ ტრამპის განცხადებებით. შემდეგ კი გადავიდეთ ზავსზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა ფრონტზე დანაკარგებს განიცდის და მხოლოდ ამერიკული იარაღის მიწოდების წყალობით უძლებს. უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მან მოხერხებული უწოდა და გაიხსენა დაძაბული შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. ტრამპმა პირდაპირ ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე. განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს კარგავს, თუმცა დააზუსტა, რომ დანაკარგები რუსეთსაც აქვს. ამასთან მან აღნიშნა, რომ სწორედ დასავლურ იარაღზე ცდომა აძლევს უკრაინას ომის გაგრძელების საშუალებას. ციტატა. მათ აქვთ შესაძლებლობა იბრძოლონ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა და აი აქ ჩნდება საინტერესო მომენტი. საქმე იმაშია, რომ დღეს ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ დაწერა, რომ დონალდ ტრამპმაც კი აღიარა, რომ უკრაინის სამხედროები უფრო ეფექტურები არ მოჩნდნენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერი არმია. ზოგიერთმა მედია საშუალებამ დაწერა, რომ ტრამპმა განაცხადა, ციტატა, ვციტირებ მედიას, თითქოს ტრამპმა თქვა, რომ ისინი ევროპაში ნებისმიერზე უკეთ იბრძვიან. ამ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალები უკეთესები არიან, ვიდრე აშშ-ის ნებისმიერი მოკავშირე. მაგრამ აქვე მინდა სიზუსტე შევიტანო. დონალდ ტრამპს ასეთი რამ არ უთქვამს. ფრაზა, რომელიც ტრამპს მიაწერეს, სიამდვილეში წამყვანმა ჰიუ ჰიუიტმა თქვა. ჰიუიტი ცდილობდა ტრამპისთვის უკრაინის მიმართ რაიმე კომპლიმენტარული ეთქმევინა. ნაწილობრივ ეს გამოუვიდა, მაგრამ მთლიანობაში ტრამპი თავის რიტორიკას არ ცვლის. ეხლა ციტატებს მოვიტანთ, აი დიალოგი სრულად. ჰიუიტისა და დონალდ ტრამპის დიალოგი. აქ ყველაფერი გასაგები გახდება. ჰიუიტი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ევროპით. მიხარია, რომ გერმანიიდან ჯარების გაყვანას იწყებთ. თუმცა ზელენსკი ძალიან მამხდებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მთელი მათი ანტიდრონული აღჭურვილობა გაუგზავნა. ახლა უკეთ გზნობ თავს ზელენსკის მიმართ. ჰიუიტი ამბობს. ბატონო პრეზიდენტო, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ევროპით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეს ანტიდრონული მოწყობილობებები გაგზავნა. ეხლა უკეთესი დამოკიდებულება გაქვთ ზელენსკის მიმართ. ტრამპი პასუხობს. პირველ რიგში ჩვენ შესანიშნავი დრონები და ანტიდრონული მოწყობილობები გვაქვს. იცით, როცა ზელენსკიმ თავისი წინადადება წამოაყენა, ის ცპიერი ადამიანია, ძალიან ცპიერი ბიჭია. ჩვენ კი შეთანხმება გვინდა. იცით, ისინი ტერიტორიებს კარგავენ, მაგრამ ეს რუსეთს დიდ ფასად უჯდება. როგორც მათთვის, ისე უკრაინისთვისაც. ზელენსკი მომწონს. მე ყოველთვის ესე ვთქვათ, კარგად ვეწყობოდ იმას. გარდა ერთი მომენტის და თეთრ სახლში, რომელიც ცოტა აგრესიულად მომეჩვენა მისი მხრიდან. ის ოვალური კაბინეტი დარწმუნებული ვარ გახსოვთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. ნახეთ, ჯო ბაიდენმა მათ მისცა ფული და აღჭურვილობა 350 მილიარდი დოლარის ოდენობით. და ეს აბსურდულია, მაგრამ მან ეს გააკეთა. მე კი ვყიდი მათ აღჭურვილობას. სრული პაკეტი. ჩვენ მას ვყიდით ევროკავშირს. ჩვენ მას ფაქტობრივად ნატოს ვყიდით და ისინი უკვე გადასცემენ. ასე ვიტყვი, ისინი იბრძვიან, იმიტომ რომ აღჭურვილობა ძალიან კარგია, თუ არც ისე კარგი, მათ ბრძოლა შეუძლიათ.
They're better than anybody in Europe in this fight. At least they're helping. Well, Europe has been very disappointing. და სწორედ აქ წამყვანი ჰიუ ჰიუიტი ამბობს, ციტატა. ისინი ყველაზე კარგები არიან ევროპაში ამ ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, ისინი ეხმარებიან. რაზეც ტრამპი პასუხობს, ციტატა. ხო, ევროპამ ძალიან გაგვიცრუა იმედი. ნატო არ დაგხმარებია. ნატოში ტრილიონები დავხარჯეთ. სულ ესა. აი ეს იყო მთელი დიალოგი. შემდეგ დონალდ ტრამპი უბრალოდ კრიტიკით ესხმის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მან გაიხსენა, რომ ადრე ასეშეთში ფაქტობრივად სრულად აფინანსებდა ნატოს და მიანიშნა, რომ ნატოს არ ენდობა. მოკავშირეების სანდოობა დიდი ომის შემთხვევაში. ციტატა. თუ ოდესმე დიდი ომი გვექნება, ან კიდევ უფრო დიდი, არ მჯერა, რომ ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. ამასთან როგორც მივხვდით, დიახ, მან ეს არ თქვა, მაგრამ ჩვენ სხვა ამბებიც გვაქვს. დღეს უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია რუსეთზე თავდასხმა მხოლოდ თავისი უკრაინული იარაღით. ანუ ტრამპი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ იბრძვიან, რომ დასავლური იარაღი აქვთ. ეს ასე არ არის. და აღარ გავიმეორებ. წინა გამოშვებაში ამ YouTube არხზე დეტალურად ვიამბე, როგორ შეუტია უკრაინულმა რაკეტამ ფლამინგომ სამხედრო ქარხანას ჩებოქსარებში. ეს უკრაინის საზღვრიდან 1000 კილომეტრშია. არა უპილოტოები, არამედ სწორედ რაკეტები. და აი აქ გადავდივართ ზავის თემაზე. ზავის იდეა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან განიხილავდა, კინაღამ შემეშალა. გადაიქცა კიევზე დარტყმების მუქარად. გახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპს დაურეკა. და როგორც პატარა ბიჭი, შეშინებული ტრამპს უჩიოდა. ნახე, ისინი ჩვენს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამენ. ისინი ანადგურებენ ჩვენს ტუაფსეს. ეს რა ხდება? და შემდეგ ის ტრამპს ევედრებოდა, რომ როგორმე გავლენა მოეხდინა ვლადიმერ ზელენსკიზე. და რომ ზელენსკი დათანხმებულიყო ზავის დადებაზე, მოსკოვში გამარჯვების აღლუმის ჩატარების პერიოდში 9 მაისს. იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან ეშინია იმისა, რომ მართლაც შეიძლება რამე მოხდეს მოსკოვს. და როგორ გამოჩნდება ის? უბრალოდ როგორც ერთი სამარცხვინო ტიპი, რომელიც იქ ზეიმობს, თითქოს გამარჯვების დღეს. მაგრამ სინამდვილეში მას ახლა მთელი რუსეთი რაკეტების მისაწვდომობაშია. მთელი. ვიმეორებ, მთელი რუსეთი რაკეტების მისაწვდომობაშია. დღეს ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში უკრაინიდან 2000 კილომეტრის დაშორებით გამოცხადდა რაკეტული საფრთხე, რაკეტული განგაში. აღარაფერს ვამბობ მოსკოვზე. აი ეს თოაფსე და სხვა დანარჩენი. აი ასე. და ის ტრამპს ევედრებოდა, ეუბნებოდა, გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ჩვენთვის ზავი იყოს. მაგრამ სანამ კრემლი ორდრიან სიჩუმეს ითხოვს, რომ შიდად ჩაატაროს გამარჯვების აღლუმი ტექნიკის გარეშე, სხვათა შორის უკრაინამ საკუთარი კონტრწინადადება გამოაცხადა. უკვე 4 მაისის საღამოსკენ რუსებმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული ზავის თარირებად 8 და 9 მაისი დაასახელა. მუქარებიც არ დააკლეს უკრაინის მისამართით, როცა ზელენსკის სიტყვებს პასუხობდნენ მოსკოვში პარადზე უკრაინული დრონების შესახებ. რუსებმა საპასუხოდ კიევის ცენტრზე მასიური სარაკეტო დარტყმით დაიმოქმნეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა კიევის მცხოვრებლებსა და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ურჩიეს დროულად დაეტოვებინათ ქალაქი. უკვე კაპუსტინი არის პოლიგონიც კი დახურეს, ისევ მიანიშნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ორეშნიკს პირდაპირ კიევზე გაუშვებენ. და აი რუსეთის განცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა კონტრწინადადებით. შემდეგ მოჰყავთ მისი ციტატა. ვაცხადებ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც 5-დან 6 მაისის ღამეს 00 საათიდან დაიწყება. დადგა დრო, რომ რუსეთის ხელმძღვანელებმა გადადგან რეალური ნაბიჯები მათი ომის დასასრულებლად. თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ მათ არ შეუძლიათ მოსკოვში გამარჯვების აღლუმის ჩატარება, უკრაინის კეთილინების გარეშე. და სანამ კრემლი საჯაროდ მოუწოდებს ზავისკენ, 5 მაისის ღამეს რუსეთმა სარაკეტო დრონული დარტყმა მიაყენა უკრაინას. ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის, ასევე რკინიგზის ობიექტები. და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი სახლები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის და სხვა რეგიონებში. პასუხად უკრაინამ რუსეთს ფლამინგოს რაკეტებით შეუტია. და აქ ზელენსკიმ ძალიან მოხერხებულად მოიქცა. როგორც სხვათაშორის ამბობს დონალდ ტრამპი. ის ამბობს, ზელენსკი მოხერხებული ბიჭია. საქმე იმაშია, რომ ახლა თუ რუსეთი დაარღვოს უკრაინის მიერ გამოცხადებულ ზავს, რომელიც იწყება ამ ღამით 6 მაისიდან, მაშინ უკრაინას სრული უფლება ექნება უგულებელყოს რუსების მიერ 8 და 9 მაისს გამოცხადებული ზავი. ამიტომ თუ 6 მაისს რუსეთი თავს დაესხება უკრაინას,
ამ შემთხვევაში უკრაინამ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან მაშინ უკრაინას სრულად ექნება თავისუფლება, რომ შეუტიოს ყველაფერს, რასაც რუსეთში დაინახავს. როგორც 8, ასევე 9 და 10 მაისი. მათ შორის სწორედ იმ გამარჯვების პარადსაც მოსკოვში. რუსები ეჩვევიან. ეხლა პირობებს თქვენ აღარ აწესებთ. პირობებს აწესებს კიევი. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, ბმულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები